საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია პირდაპირ ეთერში ვართ. ვინც შემოხვალთ, გთხოვთ რომ გააზიაროთ, დავინახო ვინმე და მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გესაუბროთ, ეხლა დაგვიგროვდა და იცით რომ უსაგნოდ მე არასოდეს არ გაწუხებთ. ჯერ არავინ ჩას ვერ ხედავ ვერავის, თუ ვინმეა და ისმის ხნა. იმედია პრობლემა არ უნდა იყოს. შევიცადოთ ნახევარი წუთი. მოკლედ, ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავგეგმოთ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თუ რატომ ეხლა მე შესავალს გავაკეთებ და რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შევეხები და გთხოვთ რომ მაქსიმალურად გააზიაროთ, ჩვენ მთლიანად ბოიკოტს გვიცხადებს ყველა ტელევიზია და ძირითადად აი ამ თემასაც მინდა შევეხო, იმიტომ ვაკეთებთ საპროტესტო აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გუშინ ჩვენ შევიკრიბეთ ქართველთა გაერთიანება და მორიგი შეკრება იყო ეს 4 შაბათი და გადავწყვიტეთ ეს საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, 24 მაისს ჩვენ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ჩავატარეთ საპროტესტო აქცია რუსთაველის ძეგლთან და მე შემიძლია თამამად თქვა რომ აქ იყო აბსოლუტურად არა მხოლოდ ქართველთა გაერთიანების წევრები და ხელმძღვანელები, არამედ კიდევ საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი პიროვნებები და შემიძლია ვთქვა რომ ეს აქცია იყო ერთ-ერთი უნიკალური და აკადემიური, იმდენად ძვირფასი გამომსვლელები იყო და ალბათ არც ერთი გამომსვლელის გამოსვლაში ალბათ წუნს ვერავინ ვერ შეიტანდა, ეს იყო ძალიან საქმიანი გამოსვლები და მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო დღეს საზოგადოებასაც და ჩვენ ერთვიანი ვადა მივეცით ხელისუფლებას რომ პასუხი გაგვცენ და კიდევ მინდა ერთხელ შევახსენო აი ეს მოთხოვნები რაც გვეყენა კიდევ ერთხელ გავიმეორო და მინდა ხელისუფლებას უთხრა რომ ჩვენ არ ხუმრობთ პატივცემულებო ჩვენ ის ხალხი არა ვართ ვინც იყიდეთ აი ამ ხელისუფლებებმა რომელიც 92 წლიდან მოდის და ფულზე რომ იყიდებიან აი ეს პოლიტიკური პარტიები არა ვართ ჩვენ ის ხალხი არანაირი ფული არანაირი დაპირებები ჩვენზე არ გაჭრის ჩვენ გვაქვს ერთადერთი იდეა უნდა აღვადგინოთ ის გაწყვეტილი ძაფი რომელიც გაწყვიტეთ თქვენ გადაწყვეტ თბილისი დაანგრიეთ საქართველოს დაანგრიეთ კონსტიტუციური სახელმწიფო რომ დამდგარიყავით იმ გზაზე რასაც ქვია საქართველოს ქართველების გარეშე და 34 წელი აი ამ მიზანს ემსახურება ეს რეჟიმი რომელმაც სათავე დაუდო ესე იგი სათავე დაუდო შევარდნაძემ შემდეგ გააგზელა სააკაშვილმა და ახლა საბოლოო ლურსმა საჭედებს ბიძინა ივანიშვილი დიახ მეგობრებო სახეზე არის ჩვენი ქვეყნის სრული გენოციდი მაგრამ მე ახლა აქცენტი მაინც უნდა გადავიტანო უფრო ტელევიზიებზე და განსაკუთრებით იმათ ვისაც ევალება ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოიდგინეთ თქვენ როდესაც თბილისის ცენტრში იკრიბება 600-700 კაცი და აყენებს ისეთ მოთხოვნებს უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებს რომელზეც ტელევიზია კი არა აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი უნდა იყოს ადგილზე და აშუქებდეს ამას აი მე ახლა წავიკითხავ და შემდეგ გადავიდეთ რას ვაპირებთ როგორ ვაპირებთ ჩვენ ესეთი მოთხოვნები დავაყენეთ და კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას აი ამ მოთხოვნებს
ერთვიანი ვადა აქვს მათ და ამ მოთხოვნებს თუ არ შეასრულებენ მე წეგან თქვი რომ არ ხუმრობთ მეთქი ჩვენ მოამზადებთ სექტემბრიდან საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობას და ამას მივიყვანთ ბოლომდე იცოდეთ ჩვენი მოთხოვნები იყო ასეთი და მე არ ამგონია ჭეშმარიტმა ქართველმა რომელიმე აი აქედან რომელიმეზე ვთქვათ რომ არასწორი მოთხოვნაა პირველი აიკრძალოს ყველანაირი სტატუსის მქონე ქართული მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ევროკავშირიდან აი ეს რომ აუცილებლად ქართული მიწები უნდა გაიყიდოს და არავითარ შემთხვევაში არ გაბედოს ხელისუფლება მაფრთხილებენ იქიდან რომ აი ქართული მიწების გაყიდვა დაბლოკონ მეორე გაუქმდეს გალფის ქვეყნების მეშვეობით უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება იმ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებთან რომელზეც ხელი მოაწერა ოცნების ხელისუფლებამ 2025 წლის 17 აპრილს მე ეს განმარტე მაშინ საკმარისია აი ამ 17 სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქემ თუნდაც ბაჰრეინის ის მიიღოს რა ქვია ბინადრობის მოწმობა ვიზაზეც აღარ არის ლაპარაკი ბაჰრეინი კატარი აი ასეთ ქვეყნების იმ 6 გალფის სახელმწიფოს ბინადრობა მიიღოს ან ვიზა საკმარისია ეს რომ საქართველოში შემოვიდეს უვიზოთ აი რა შუაში ვართ ჩვენ და რატომ უნდა შემოვიდეს აქ სომალელები ბანგლადეშელები და ასე შემდეგ მილიარდ სითვლის ეს 17 აფრიკული და აზიური სახელმწიფო აი ეს არის ისეთი მასშტაბის სახიფათო ხელმოწერა მეგობრებო რომელმაც შეიძლება მთლიანად წალეკოს საქართველო ნებისმიერ დროს მესამე ჩვენი მოთხოვნა იყო დაუყოვნებლივ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მეოთხე გაუქმდეს არაბული ქალაქების შენებლობის ხელშეკრულება წანიშში და გონიოში ასევე სხვა დანარჩენი უცხოური კვარტლების და სოფლების შენებლობა იცით თქვენ რომ ბევრია ესეთი ეხლა იგეგმება კვარტლების და ზოგი სოფელი უკვე არსებობს და კიდევ რა თქმა უნდა დაიგეგმება ახალი სოფლების შენებლობები მეხუთე გაუქმდეს დიქტატორული კანონები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა 24 მაისის აქცია როცა მოვაწყეთ ჩვენ მანამდე სამჯერ მივედით ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ ლიცენზია აგვეღო რომ გაგვევლო და კანცელარიამდე მოგვეწყო მსვლელობა 24-ში აქცია ქონდა და პოსტით შევატყობინეს როდესაც მოთხოვე ოფიციალური პასუხი 27-ში შეგვატყობინეს გესმით თქვენ ხალხოს 24-ში აქცია ქონდა 27-ში შეგვატყობინეს ეხლა ეს კომედია უკვე ესე იგი ამათი ცინიზმი უკვე ყველაფერს გასცდა რა 27-ში მე რაში მჭირდება პასუხი და ან დადებითი ან უარყოფითი რაღა მნიშვნელობა აქვს როდესაც 3 დღის წინ აქცია ქონდა და წარმოიდგინეთ ეხლა სიძულვილის ენაზე და ასეთ რაღაცებზე სოციალურ ქსელში ნებისმიერი ადამიანი შეუძლია დააჯარიმოს სიძულვილის ენით ელაპარაკება ეს ხელისუფლება ხალხს სიძულვილის ენით და ხშირ შემთხვევაში საზოგადოება რომ მოვითხოვთ რაღაცაზე პასუხს აბსოლუტური დუმილია და პასუხის ღირსაცაც არ აქვთვლიან სიძულვილი აბარა არის ქვეყანას მიყიდი ესე იგი ყველაფერი დაანგრიე ეკონომიკა დაანგრიე ეროვნული წარმოება მოშალე ქვეყანაში ხალხი გარბის ქართველს ავიწროებ რა გააკეთეს ხომ ნახეთ იქ მე ვისაუბრებ კიდევ ამაზე იქ რაც მოხდა გორში და მე რაც მოხდა თბილისში მეექვსე საქართველოში ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნებული ეთნიკურ ქართველებს გამარტივებული წესით ყოველგვარი ფინანსური შენატანების გარეშე აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა
რატომ არ უნდა აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა იმ ქართველებს, რომლებმაც საქართველოს გადაარჩინეს აი ამ უმძიმეს წლებში, იქიდან აგზავნიდნენ, თანხას შრომობდნენ და დღეს ბრუნდებიან სამშობლოში და შენ ყველანაირად ბლოკავ მით უმეტეს რომ ასეთი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გაქვს. აქ არის ერთადერთი დასკვნა რომ ეს არის ანტიქართული რეჟიმი და მისი მიზანია საქართველოს ქართველების გარეშე. აქ სხვა დასკვნა არ არსებობს. აგერ 76 წლის კაცი, რომელმაც ჩემი რაიონიდან იყო, ძალიან ახლობელი ადამიანია, მთელი ცხოვრება ვიცნობ, დაამთავრა საქართველოში საშუალო სკოლა, დაამთავრა ისტორიული უმაღლესი განათლება მიიღო, წავიდა რუსეთში ემიგრაციაში, წლები იყო იქ, ჩამოვიდა არ მისცეს გასაუბრებაზე ვიზა არ დაუკმაყოფილეს, რა ვიცი, ისტორიკოს კაცს, შრომელი კაც 76 წლის კაცს უზარმაზარი რაოდენობის მარწყი ჰქონდა დარგული პროდუქციას ქმნიდა. მივიდა კიდევ მიაკითხა იუსტიციაში რომ ეს საბუთები მოეგვარებინა. დაადეს ბორკილები და გაუშვეს დეპორტაცია მისცეს ეგრევე რუსეთში. გაუფუჭეს ყველაფერი. ნუ ახლა არ ვიცი ამას რა ქვია მეგობრებო, ეს ამას კიდევ ქვია რომ ეს არის ქართული ხელისუფლება. აი ვინმე კიდევ გიჯერავთ ამისი? მეშვიდე შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა შეუსაბამოდ უზომოდ გაზრდილი ჯარიმები. ესე იგი ხალხს უკვე ძროლებს უკვე ეშინიათ მოძრაობისა ქალაქში. ქალაქში კი საერთოდ. ესე იგი ისეთი შეუსაბამო ჯერ ამხელა ჯარიმებია ხო დაწესებული და შეიძლება უცბად ერთ დღეში მოგივიდეთ 1000 ლარი ჯარიმა. ესენი ვერ არიან რაღაცა რა მთლიანად ანადგურებენ ხალხს. მერვე ჩვენი მოთხოვნა იყო მეგობრებო დიუშენის სინდრომით ავადმყოფ ბავშვებს ბისთვის მიეცათ წამალი მაშინ არ იყო ჯერ გადაწყვეტილი კიდევ ვითომ რაღაც რო დაპირდნენ ეხლა და შემდეგ თავარი მოთხოვნა იყო ასევე რომ თუ იქ რაღაც დავაქონდათ ამ წამლებზე რა უშლით ხელს რომ ამათვის ყველაზე აუცილებელია ფიზიოვარჯიშები და უფასო კონსულტაცია ასევე მოვითხოვეთ ექიმთან და რა თქმა უნდა ბასეინი სურვისთვის. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ სულ 100 დაავადებული ბავშვია რესპუბლიკაში და წელიწადში ორჯერ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ჰქონდეთ და 100 ლარი იყო ყოველი ვიზიტი. აქამდე და მერე გაუზარდეს 300 ლარი აი ამას ბავშვს. აი ვისთანა გვაქვს საქმე ხვდებით ხალხო? აი ესეთი მათხოვარი ხელისუფლება როგორ უნდა იყოს რომ აი ამ ბავშვებს რომლებიც აი სასოწარკვეთილი მდგომარეობაში არიან მშობლები ბავშვებს სიცოცხლე როგორ იმაზე კიდია ბეწვზე და სულ 100 ბავშვია და ამათ ნაცვლად იმისა რომ უფასო იყოს და მიხედოს ექიმებმა 300 ლარი გაუხადეს ვიზიტი. მეცხრე ჩვენი მოთხოვნა იყო რომ გაესაჯაროებინათ დღემდე არსებული ხელმოწერები დავით გარეშთან დაკავშირებით. და მე-10 ბოლო ჩვენი მოთხოვნა იყო მეგობრებო მთელი სიცოცხლე აი ამ რეჟიმის რაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაამხეს 92 წლიდან აბსოლუტურად იმ დროიდან ციხეში უზით მხოლოდ და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ერთგულებისთვის პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე. აი ყველა რეკორდი მოხსნა ალბათ მსოფლიო რა. აი ამაზე დიდი უსამართლობა რა უნდა იყოს რომ სამივე მთავრობას უზის ციხეში ირაკლი დოკვაძე 92 წლიდან და ესენი ლაპარაკობენ რაღაც სამართლიანობაზე. მე ახლა მინდა მეგობრებო აი არაფერი გამოგჩეს, ესე იგი პირველი აქცენტი გავაკეთო ახლა აი ეს მოთხოვნები რომელიც ჩვენ დავაყენეთ ახლა და ამ მოთხოვნებზე ჩვენ მოწვეული ყავდა საზოგადოებრივი მაუწყებელი
სხვა ტელევიზიებსაც დავინასვენით, კი, გაუგზავნეთ მეილით, მაგრამ ყველამ პირი შეკრა და არავინ არ მოვიდა. ცენტრალური ტელევიზიები, სხვათა შორის ეს კერძო ტელევიზიები რო ქვია, ყველამ იცოდა. აბსოლუტურად სამთავრობოებმაც იცოდნენ და აი ნაცების ტელევიზიებმაც თუ ხაზარაძისა TV პირველმა თუ ფორმულამ ყველამ იცოდა. იმედმა არც ერთი არ მოვიდა პირი შეკრეს. მაგრამ კერძო ტელევიზია და კარგი. თქვათ ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვთხოვოთ კერძო ტელევიზიას, მაგრამ მაგათი სახე ჩაანს აქედან. რა უფლება აქვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც პირდება, უნდა მოვიდეს და არ მოდის. ისინი ხო ჩვენი ხელფასებით საზრდოობენ. იმათ ხომ ჩვენ ვაფინანსებთ და ვალდებულებია მოვიდნენ და გააშუქონ. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ გუშინ გადავწყვიტეთ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ 4 შაბათს 17 ივნისს 17 საათზე ეგენი გადავიდნენ პოლიტკოვსკაიაზე, პოლიტკოვსკაიას 31 ნომერი ეს არის მეტრო უნივერსიტეტი ან ყოფილი ჯიქიას ქუჩა მაღლა რო ავდივართ. და აი იქ ჩვენ აუცილებლად მოვაწყობთ 5 საათზე, საღამოს 5 საათზე საპროტესტო აქციას და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, ვინაიდან ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, კეთილი ინებონ და დაწესდეს კვირაში ერთხელ საზოგადოებრივი საათი, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება ქართველ ხალხს, არა პოლიტიკური პარტიებს, არამედ საზოგადო მოღვაწეებს, ვინც აი ერზე და სამშობლოზე ზრუნავს, მოგვეცეს საშუალება, რომ გამოვთქვათ აი იმ პრობლემებზე ჩვენი აზრი საჯაროდ, რომელიც აწუხებს მთელი ჩვენი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობას. და ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველკვირეული საზოგადოებრივი საათი ადრე, როგორც მე გავიგე, იყო. და კეთილი ინებონ ეხლა და ჩვენ 4 შაბათს ამას აუცილებლად კატეგორიულად მოთხოვთ და თუ არ გააკეთებენ, მერე უარეს ელოდნენ. ესე იგი, სისტემის თავარი მათ იქცა, ესე იგი, რომ არაფერზე პასუხს არ გვცემენ, ესე იგი, ოფიციალურად მიმართავ, ყურს იყრუებენ, საჯაროდ მიმართავ, ყურს იყრუებენ. ჩვენ სხვათა შორის გახსოვთ თქვენ ალბათ 31 მარტი იყო, თუ არ ვცდები, მივედით პროკურატურასთან, ქართველთა დიდი გაერთიანება და ოფიციალურად განცხადებად შევიტანეთ, ბრიფინგი გავაკეთეთ, რომ გაგვაგებინეთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას შესახებ, რა გამოიძიეთ აი ამ 33 წლის მანძილზე, სად არის გაჩერებული, რა იკვეთება, კარგი ვერ გამოიძიეთ ბოლომდე, ხო? რაც გამოიძიეთ, ის გვაჩვენეთ, გაასაჯაროეთ. აბსოლუტურად მეგობრებო, აი მას შემდეგ რამხელად რო გავიდა, მათაც ყური მოიყრუეს და პასუხს არ გვცემენ. სახალხო დამცველის აპარატს მივაწოდეთ განცხადებები. ესე იგი, კანცელარიაში შევიტანეთ პრემიერის სახელზე, საპატრიარქოში შევიტანეთ, იგლ ჰილსში, არაბული კომპანიები, ემირატებშიც, საელჩოში ყველგან შევიტანეთ და ვაფრთხილებთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, უკანონო რეჟიმებია, არ ღვევენ კონსტიტუციას და იცოდეთ ეს არაბული ქალაქების შენებლობა იქნება თუ ასე შემდეგ, კვარტლები, აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი და მოგეთხოვებათ, ჩამოგერთმევათ ყველაფერი და ნუ დახარჯავთ იმ თანხებს, სანამ დროა, თუ არა პირდებით ჩამოგერთმევა და აი აქედან გაფრთხილებთ ეხლა, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევით ხდება ეგ და ამ ხელისუფლებას, რომელიც არ არის 50+1-ით საერთო ამორჩევლით მოსული, ხელისუფლებაში არ აქვს კონსტიტუციური უფლება მიწები გაყიდოს. უცხო ქვეყანაზე, უცხო ქვეყნის კომპანიებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ესე არ ხდება.
ამიტომ ჩვენ გავაფრთხილეთ და შეტანილი გვაქვს ორ-ორჯერ შევიტანეთ რომ ეს ყველაფერი იცოდეთ მივა იქამდე მოვა მაგის დრო და ჩამოგერთმევთ ყველაფერი აბსოლუტურად მეგობრებო გადასული არიან ესე იგი სრული გენოციდი მიდის ქართველი ერისა 74 წლის მანძილზე აღარ მინდა ეხლა ხშირად ვიმეორებ ხოლმე რომ რამდენი სოფელია განადგურებული რა მდგომარეობა ესე იგი რამდენი ხალხი გარბის მკვდარი აბსოლუტურად ხო სოფლები რაიონები იცლება ქალაქები იცლება ერთადერთი თბილისია მარტო თავმოყრილი ისე გაიხედეთ ყველგან რა სიტუაცია მკვდარი აბსოლუტურად ეროვნული წარმოება საერთოდ ეკონომიკა სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია მთლიანად სტატისტიკით 22000 ქორწინება იყო გასულ წელს და 13000 გაყრით დასრულდა გესმით ეს ამხელა საგანგაშო მდგომარეობაა მეგობრებო ჯერ ისე რა ვართ და 22000 ქორწინებიდან 13000 გაყრით დასრულდა და ის რომ გარდაცვალება დიდი ხანია უკვე გაუსწრო შობადობას ესეც კარგად იცით რაც შეეხება ეხლა აქ სამწუხაროდ მე ცოტა ჩვენ გვეწყინა სხვათა შორის არ იყო სწორად გაკეთებული ალბათ ეს ჩემი აზრია იყო ახალი პატრიარქი ასული დავითგარეჯში და ვინც ვერ ერკვევა ისეთი შთაბეჭდილება დარჩა რომ აგერ კაცო ჩვენი არ არის დავითგარეჯი აგერ ასული იყო პატრიარქი და მოილოცა მე კიდევაც დაუწერე იმ თავარგვეძე კომენტარში რომ ჩიჩხიტურში მიბრძანდით პატრიარქო და დაგვანახეთ აბა თუ შეგიშვებენ ან ბერთუბანში ჩვენ ხო ვიყავით ასულები ქართველთა დიდი გაერთიანება ჩვენ მიზან მიმართულად გადავლახეთ იქ სადაც აკრძალვა იყო უკვე ჩიჩხიტურთან და მაშინვე დაგვადრა და იქ სასაზღვრო პოლიცია რაღაცა 40 მეტრში რო შევედით აკრძალულ ზონაში და ხალხმა ისე გაიგო რომ არაფერი არ ხდება თურმე დაკარგული კი არ არის კაცო დავითგარეჯი თურმე ჩვენია რატომ არ მიხვედით პატრიარქო ეს აუცილებლად უნდა დაგეფიქსირებინათ თქვენ რომ თქვენ ჩიჩხიტურში და ბერთუბანში ვეღარ მიდიხართ ვის უმალავთ რა არის ახლა ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს ყველა სასულიერო პირს კარგად უნდა ესმოდეს ეს რომ ხელისუფლებას კი არ უნდა ეშინოდეს ღმერთისა უნდა ეშინოდეს და ხელისუფლებისა უფრო არ უნდა ეშინოდეს ვიდრე ღმერთისა და აქ ახლა გუშინ ფოტოები ვიხილეთ ახალათოში ლოცულობდნენ ჩხარტიშვილი ივანიშვილის ეს ისა ბიჭი რო გააქტიურდა რა ქვია ცოტნე და ის ჯაღმაიძე კარგით რა ეხლა რა მაგ ჩხარტიშვილმა ჯერ ანაბრები დააბაგნოს აქ ხალხი რომ გაძარცვეს აქ საქართველოში ის დააბრუნოს და მე ილოცოს იქ კაცო რა მართლა რა ნაცავს გვესვით ამ ქართველ ხალხს რა ბოლოს და ბოლოს ამოვიდა ხელში ამხელა უნამუსობა და უსინდისობა რა მე მეგობრებო მინდა ერთი კიდევ შევეხო ერთ საკითხს ჩვენ აბსოლუტურად ყველასგან მიტოვებულები ვართ ქართველი ხალხის განადგურება და ჩაგვრამიდის ძალიან სერიოზული თქვენ ხედავთ როგორი დამჯელ ორგანოებად აქციეს უკვე პოლიციაც რაც მოხდა გორში ეს ხო იყო ვანდალიზმი და რაც გააკეთეს და რა იმის შემდეგ არ გასულა რამოდენიმე დღე და ამხელა დამსახურებული ადამიანი ამხელა მეცნიერი სოფლიო მნიშვნელობის ამხელა წარსულის მქონე ქალბატონი დენიზა სუმბაძე რომელიც იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვიად გამსახურდიას ასევე საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობარი ამხელა ბრძოლებია გადატანილი ამხელა ომი და 87 წლის ქალს ასე უხეშად ხელისყრით და ძირს აქცევს და ქალი არის დამტვრეული ფეხზე ვეღარ ადგება და დიდი სამბით მე ეს პოლიციელი მივა მე სახლში რაღაც სუფრაზე გამოჩნდება და დიდ ყანს აწევს და ქართველი დედის სადღიგრძელოს შესავს თუ მართლა აი
ამ ვინ გაზარდა ეს ვირები ესენი რა არაფერი არ გასწავლეს არაფერი წმინდა არ გასწავლეს ხალხო ვინ ახარ თქვენ საიდან მოხეთ ესეთ ხალხს როგორ იღებთ პოლიციაში ხალხო ამას ასწავლით მინისტრები და მინისტრის მოადგილეები ამას ეუბნებით რომ ესე იმოქმედეთო მე არ ვიცი მეგობრებო ჩვენ ალბათ ძალიან თითქმის გამოსავალი აღარ არსებობს ხედავთ თქვენ აი არაფრად არანაირი მოთხოვნებზე ესე იგი ყურს არ იბერტყავს არავის სისტემა არის ესე იგი ერთი კაცის ხელში ყველაფერი პოლიცია პროკურატურა სასამართლო პარლამენტი პრემიერი მინისტრები ერთი კაცის ხელშია და აღარაფერი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში რა და რა გავაკეთოთ ეხლა ხო არ ესმით აი სამართლებრივი კუთხით რომ ვიბრძვით აღარ ეკედელს ერცვი მაშინ რა დაგვრჩა ხო ვიგუყვანებენ იქამდე რომ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლო და აჯანყება და მიიღებენ ახალ ბახტრიონს აი ეს იქნება და იცოდეთ თქვენ რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირის გამწარებულია უკვე ვინც ჯანსაღ პოზიციებზე დგას და ჩვენ ყველანაირად ვიმუშავებთ და გავაკეთებთ იმას რომ საშინელი სექტემბრის თვიდან საშინელი ის დაგეწყოთ თქვენ უკვე ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და ისე გავაკეთებთ ამას კანონის ფარგლებში რომ ვერაფერს ვერ იზამთ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ იზამთ ყველასა გვაქვს დაუმორჩილებლობის უფლება და ყველასა გვაქვს აჯანყების უფლება რადგან თქვენ აი არც ერთ მოთხოვნას არც ერთ ოფიციალურ მოთხოვნებზე ესე იგი რამდენი გავაგზავნეთ ხო ასლები შენახულები გვაქვს ყველაფერი რადგან პასუხს არ აქვს და რადგან არაფერზე რეაგირება არ არის რა ვქნათ ეხლა იმით ხო არ გამოვალთ კაცო ბარებით და თოხებით ხო მაშინ ერთადერთი გამოსავალი იქნება საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობა და აჯანყება და აი ამ ახალ ბახტრიონს მიიღებს ეს დამნაშავე ხელისუფლება ეს გამყიდველი ხელისუფლება აღარ გვეტევა საჯარო რეესტრიდან გაყიდული მიწები ქართული მიწები და ასე იქნება ეს აუცილებლად მეგობრებო აი ყველას გთხოვთ ეხლა ქართულ ხალხზე ეს დამოკიდებული ყველას გთხოვთ გაიჭირვეთ ყველამ არაფერი არ არის მაძნელი 4 შაბათს ყველანი უნდა მივიდეთ ერთად ბევრი უნდა ვიყოთ საღამოს 5 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეს არის კიდევ ვიმეორებ მეტრო უნივერსიტეტი რომ არის ბოლო საბურთალოს ხაზზე ჯიქია რომ იყო პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში 4 შაბათს 17 ივნის 17 საათს ყველას გთხოვთ ეხლა გააზიაროთ მეგობრებო ყველა აბსოლუტურად ტელევიზია ჩვენთვის დაკეტილია და მაქსიმალურად რომ ხალხმა გაიგოს გააზიარეთ გთხოვთ ესეც ხომ ძნელი არ არის რა ვიცი კინაღამ 14000-მდე მარტო მეგობარი ვყავს ხო გააზიარეთ და ყველა ბრძოლას მოუგებთ ამათ მეტი რა გითხრათ ეხლა ხო ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო ერთი წამით არ დაიხევს ქართველთა დიდი გაერთიანება უკან და კარგად დაიხსომეთ რომ არ არსებობს ჩვენი მოსყიდვა და ვიღაცა მოგვისყიდოს ჩვენ ვართ იდეალისტები არ არსებობს არანაირი ფული არანაირი სიმდიდრე რომ ჩვენ ეს გავცვალოთ სამშობლოს მომავალი სამშობლოს თავისუფლება და ქართველი ერის გაერთიანება რომელიც აი დიდი მეფეების შემდეგ ვეღარავინ მოახერხა ფაქტიურად ერთადერთი იყო ცოტა ხნის განმავლობაში რაც გააკეთა ძალიან დიდმა პიროვნებამ ზუსტად გამსახურდიამ და ძალიან მალევე დაამხეს თელმა იმ საერთაშორისო იმპერიებმა და ამისა და დიდ იდეას ჩვენ არ უღალატებ და არანაირი ბრილიანტები და არანაირი დიდი ფული და მილიონები არ გვიღირს არ გავიყიდებით იმასაც ვიტყვი ისე როგორც გაიყიდნენ ის სასულიერო პირები და არჩევნებიც გააყალბეს ამას პირდაპირ ვამბობ საპატრიარქოს არჩევნები დიახ თელი საქართველო ლაპარაკობს და პატარა საქართველო და ყველაფერი იცის მილიონები დაუდეს ვინც ხმა მისცა მილიონები და ყოჩაღ იმ 9 მეუფეს რომელსაც ეყოთ ყველაფერი სამშობლოს სიყვარული და ყველაფერი და ფულზე ამხელა ფულზე არ გაიყიდნენ აი მაგათი იმედი გვაქვს ჩვენ მაგათი იმედი გვაქვს ქართველებს ღმერთმა დალოცოს საქართველო
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ემიგრაცია, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენ და როდესაც მოვიყვანთ ეროვნულ ხელისუფლებას, ყველა ღირსეულად დაბრუნდებით საქართველოში. ამის პირობას გაძლევთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ძვირფასო მეგობრებო. გთხოვთ გააზიაროთ.